გინდათ ისწავლოთ ნაკლები, მაგრამ გახსოვდეთ მეტი. აი, ამაზე ვისაუბრებთ ახლა. ალბათ ყველას ქონია ეს მომენტი. მთელი ღამე სწავლობდა, მეორე დღეს აღარაფერი გახსოვს. ამას დაზეპირება ქვია. გამოცდის წინ მთელი მასალის ერთ ღამეში ჩატენვა. მაგრამ ეს იცით ილუზია. გონია რომ ისწავლე სინამდვილეში კი უბრალოდ ცნობ მასალას. ეს პრობლემა ჯერ კიდევ 150 წლის წინ აღმოაჩინა ფსიქოლოგმა ჰერმან ებინჰაუსმა. მისი აღმოჩენით, ახალი ინფორმაციის თითქმის 42% სულ რაღაც 1 საათში გვავიცდება. და დაელოდეთ ერთ კვირას ამ ინფორმაციის 90%-ს ვეღარ გაიხსენებთ. წარმოგიდგენიათ? აი სწორედ ეს არის დავიწყების მრუდი. ტვინი უბრალოდ ფილტრავს იმას, რასაც იშვიათად ვიყენებთ. მას რა ვქნათ? პასუხი მარტივია. ინტერვალური გამეორება, დაზეპირების სრული საპირისპირო. თავარი იდეა მარტივია. ვიმეორებთ მასალას მზრარდი ინტერვალებით. თქვათ 1, 3 და 7 დღეში. ყოველ ჯერზე როცა იმეორებთ, ამ დავიწყების მრუდს ასწორებთ და ცოდნას ამყარებთ. მაგრამ აქ მთავარია როგორ ვიმეორებთ. პასიური გადაკითხვა საკმარისი არ არის. გასაღები გახსენებაა. ანუ ტვინს უნდა აიძულოთ, რომ ინფორმაცია თვითონ გაიხსენოს. ტესტებით, კითხვებით, ბარათებით. შედეგი კი წარმოუდგენელია. ინტერვალური გამეორებით 82%-ს იმახსოვრებენ, დაზეპირებით კი მხოლოდ 37%-ს. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რეალურად ნაკლებ დროს ხარჯავთ. აღარ გიწევთ ნულისგან დაწყება. მოკლედ, ეს მეთოდი მუშაობს ტვინთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. რატომ არ ცდით?